ამის შემდეგ მოდის უფრო წვრილმანი საკითხები იმაზე, სად იქნება საბაჟო კონტროლი დაწესებული. Როგორ შეიძლება საქართველოს დათანხმდეს ენგურზე იყოს საბაჟო კონტროლი. Როგორ შეიძლება ჩვენ დავთანხმდეთ სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთი მაინც იყოს ჩვენი ნებართვით გახსნილი ენგურზე და ასე შემდეგ. ამიტომ გასაგები არის რა პრობლემების წინაშე დავდგებით, რაც შეეხება პოლიტიკურ და სამხედრო თვალსაზრისით ამ რკინიგზის გახსნას, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთისთვის არც აფხაზების, არც ქართველების და არც სომხების ინტერესი არაფერს არ წარმოადგენს. მთავარი საკითხი არის შეუფერხებელი მოძრაობის გახსნა რუსეთიდან გიუმრის ბაზამდე და შემდეგ სომხეთის გავლით პირდაპირ კავშირი სატრანსპორტო კორიდორის გაჭრა ირანამდე, ანუ სპარსეთის ყურამდე გასვლა. ამიტომ ამას უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოვექცეთ და მინდა გითხრათ, რომ არც ჩვენ ყველაზე მტკიცე და დროით გამოცდილ მოკავშირეებში იწვევს ეს თემა დიდ ენთუზიაზმს. დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და ბოლოს ერთი-ორი სიტყვით იმ ორგანიზაციაზე, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ. ჩვენ ბატონო დავით დავიწყეთ ინტერნეტ გამოცემით, ინტერნეტ გაზეთით, იმიტომ რომ იყო რამდენიმე ჩვენმა წამყვანმა ჟურნალისტმა გვითხრა ეს უკვე იყო დეფიციტი ანალიტიკური სტატიების განსაკუთრებით რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, რაც შეეხება საკვანძო საკითხებს, კონსტიტუციურ საკითხებს, სამართლებრივ საკითხებს, ჩვენი ქვეყნის განვითარების, ჩვენ მედია სივრცეში. შემდეგ დრო მოიტანა საზოგადოებად გარდაქმნა, ხას უსვავ, ეს არის საზოგადოება, არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საზოგადოებასთან ერთად ვილაპარაკოთ იმ თემებზე, რომელზეც ჩვენი თვალსაზრისით რომელზეც ნაკლები ყურადღება მახვილდება. უღრმესი მადლობა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო გრიგოლ აბაშიძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. რეკლამის შემდეგ კი ერთ-ერთი თემა, რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ საავტომობილო ნომრების შეცვლა. ზალადობა მომხეთკა საქართველოს ქუჩებში. თავის დროზე ქუჩაში ღამე მარტო სიარული არ მეშინოდა მართალი გითხრათ. ეხლა მეშინია. კრიმინალის გარეშე არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო. ან არ გვეუბნებოდნენ და ადრეც ხდებოდა, ან ადრე ამდენი არ ხდებოდა. ძალიან შეშინებული ვარ. სკრიპტუმში რატომ იმატა მკვლელობების რიცხვმა? ის საქმე რომ რასაც აწარმოებს ბატონი ჩიგაიძე. აი სწორედ ეს არის დასაფასებელი. ისინი ცდილობენ 20 საათის განმავლობაში იმუშაონ ებრძოლ კრიმინალს. ხდება დანაშაულის დამატება. სამინისტრო ვცდილობს სტატისტიკის მანიპულაციით საზოგადოების შესწავლას შეიყვანოს. პოლიცია თუ სტატისტიკაა დამნაშავე. ბავშვის საფენი 20 ლარი და 95 თეთრი. გვეწვიეთ კარფური, ყოველთვის დაბალი ფასები. ვივუსჯის მომხმარებლებმა იციან, რომ ვივუსის განმეორებითი სესხი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია. 100 ლარის ერთი კვირით სესხების შემთხვევაში საკომისიო მხოლოდ 7 ლარია. ვივუსჯი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. უფროსი შვილისთვის ლეპტოპი მინდა. შუათანა მეხუთეშია და მისთვის აი უმცროსი ჯერ სკოლაშიც კი არ გადის. კარგი. სასკოლოდ ყველა საჩუქრები. ეს კი შენ. მაღაზია ფეხსელი ელექტრონიკა. თქვენი ბედნიერი ოჯახისათვის. ელექტრონიკაში LED ტელევიზორი ქართული მენიუთი 259 ლარად. არ მისცეთ ლაქებს თქვენი შეჩერების უფლება. ლოსკი გამუდმებით აუმჯობესებს ხარისხს. ლოსკი 9 Total System. ის აშორებს ყველაზე ღრმად შავშდარ ლაქებსაც კი. ბოჭკუებამდე სუფთა. შეგიძლიათ მშვიდად გაერთოთ მეგობრებთან ერთად. ახალი ლოსკი და ლაქები ვერ შეგაჩერებთ თქვენ. ახლა უკვე თანხის დაბრუნების გარანტიით. გელი პალმოლივი ალტაის ბალახები. გამოაცოცხლეთ თქვენი სხეული და გრძნობები. პალმოლივი ალტაის ბალახები. ალტაის ბუნებით შთაგონებული ბალახების ნატურალური ექსტრაქტით. სხეულის და სულის მუსიკა. მთელი 2 თვე ოჯახისგან შორს. როგორ მომენატრა სახლი და როგორ მომენატრა ეს სურნელი. სასიამოვნო სურნელი ახლა შენ 8 კვირის განმავლობაში გაყვება. ახალი ვერმელი. შეიგრძენი სურნელი, რომელიც სახლს გაგონებს. სახლში დაბრუნებას გიღოცა.
თეთრეულის მეტი სირბილისთვის დაუმატეთ ვერნელი ყოველი გარეცხვისას. ახალი ვერნელი, სასიამოვნო სურნელი 8 კვირის განმავლობაში. ეს ჩემი მეგობარი მარია. მე მას საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ. შეხედეთ მის თმას. მისი სირბილე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ყოველთვის. მარი, შენ გააქვს შამპუნი? იცით რომ Head & Shoulders-ი, რომელიც შეიცავს 6-ჯერ მეტ დამატენიანებელს, თქვენს თმას რბილს, აბრეშუმივით ნასტსა და 100%-მდე უქერტლოს ხდის. Head & Shoulders-ი. გინდათ მიაღწიოთ სისუფთავესა და სასიამოვნო სურნელს ჩარიცხვებს შორისაც კი. ახლა ეს გაცილებით ადვილია. ახალი პრეფი ბლუაქტივი. მისი 4 ძლიერი ბურთულა უზრუნველყოფს თვალშისაცემ სისუფთავესა და სასიამოვნო სურნელს ჩარეცხვებს შორისაც კი. ყოველთვის სუფთა და არომატული. ახალი პრეფი ბლუაქტივი. ისარგებლე ullimito სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ullimito SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ullimito-თ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ullimito Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. ახალი Birol Express-ში ყინულოვანი პიტნა. ეს რაღაც ახალია. ყველა ბალიში უჩვეულოდ ბევრი სიგრილია. უბრალოდ გასინჯეთ Birol Express-ში. ეს არის დაგეჯი რეზინის ახალი თაობა. შენ გრძნობ ურთიერთობის სიმარტივეს მთელი დღე. ახალი Birol Express-ში ყინულოვანი პიტნა. განიცადე კრისტალური სიგრილე. Argo, თავარი ქართული ბრენდი. წარმოგიდგენთ ახალ ველატონს 2 ფერის სისტემით. შეღებვის დღეს ინტენსიური მუდმივი ფერი აღწევს თმაში. მომაჯადოებელი ინტენსიური ფერის შედეგისთვის. შეღებვიდან 2 კვირაში ფერის პიგმენტაციის სერუმი ველატონისგან თქვენს თმას მატებს პიგმენტების დამატებით ფენას მხოლოდ 10 წუთში. უფრო მეტი ბრძინვარებისთვის შემდეგ შეღებვამდე. ახალი ველატონი 2 ინტენსიური ფერის პიგმენტაციის სერუმით ველასგან ევროპის ნომერ 1 სალონის. პიგმენტი იწვევს 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს და 16-დან 25 წლამდე ასაკის ვაჟებს საერთაშორისო სამოდელო კონკურს Elite Model Look-ში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებულებს მსოფლიო ფინალზე ელის 730,000 ევროს საპრიზო ფონდი. გაიარეთ რეგისტრაცია Facebook-ის გვერდზე ან ნიკო ნიკოლაძის 앱ში და მიიღეთ მონაწილეობა ფინალურ კასტინგში 13 სექტემბერს 12 საათზე თბილისი მოლში. თქვენს ბავშვს არ უყვარს თმის დავარცხნა. შამპუნის Johnson's Baby განსაკუთრებულად რბილი ფორმულა და გვირილის ნატურალური ექსტრაქტი თქვენი თმის დავარცხნას სიამოვნებად აქცევს. ნუ გლამაზი ვარ. Johnson's Baby, ყოველთვის იერი დავარცხნა. უნიკალური სტანდარტი Johnson's Baby-ს. სამმაგი დაცვა ბავშვის. ეს არის სირბილე, ეფექტურობა და დაცულობა. გიგანტური შადრევნების საცირკო შოუ. ცეცხლის, წყლისა და სინათლის ქარიშხალი, დათვები, მაიმუნები და თეთრი მგლები 19 სექტემბრიდან თბილისის ცირკში. ისევ ფაღარათი. მე ვიღებ ზომებს ფაღარათის დროს კუშნაზლავის ტრაქტის პირველი მოქმედებისას. მეც. მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა დროული იყოს. მიიღეთ იმოდიუმი. იმოდიუმი რეკომენდებულია ფაღარათის დროს და ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. იმოდიუმი ფაღარათის მკურნალობა სწორია. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ეს ტიპი არის ტაქსისტი. ტაქსაობს რა? ხო. რაში უნდა ჭირდებოდეს მსახიობს ფული? 100 ლარების ბილეთი. აქ 18 წლის გოგო ჩამიჯდა. რანაირი ტაქსისტი ხარ? ციხო არ გადმოვიჯდე? ფორმულა კრეატივი წარმოგიდგენთ. მიშა მშვილდაძის სარეჟისორო დებიუტს. კინოკომედიას ტაქსი ჩვენს არხზე. კვლავ პირდაპირ ეთერშია, ბოდიშვენა მოგიხადოთ, ავტომატური შეცდომა მომივიდა და შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
ახლა კი გასულ კვირისა თუ თვეების განმავლობაში თქვენ საქართველოში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე უამრავი რამ მოისმინეთ ჩინოვნიკებისაგან, პოლიტიკოსებისაგან, ექსპერტებისაგან თუ ჟურნალისტებისაგან, მაგრამ მთავარი აქ ესა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საკუთარ სახლში, ეზოსა თუ ქუჩაში, რამდენად დაცულია თქვენი სიცოცხლე, ქონება თუ საქმიანობა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ 4 წლის ბავშვის დაუთოება ისტერიულად შუქდება თუ მშვიდად, უნდა შევერგდეთ თუ არა დანაშაულს თუ ის ადრეც ხდებოდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რას იზამს ციხიდან ამნისტიით გამოსული პოლიტპატიმარი თუ რეციდივისტი, როდესაც სამსახურს ვერ იშოვის და უმუშევრობის დახმარებასაც არ იღებს. რას იზამს ბოროტმოქმედი, რომელიც იფიქრებს, რომ პოლიცია დასუსტდა, ან ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ახლა თავად უნდა დაიცვას საკუთარი თავი. არსებობს უამრავი კითხვა, რომელსაც ახლა პასუხი სჭირდება, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით სტატისტიკაზე ვგამათობთ. კიდევ ერთი მკვლელობა თბილისის ცენტრში, მკვლელობა კახეთში, მკვლელობა აბაშიძის ქუჩაზე, მკვლელობა ციხეში, მკვლელის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია. ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ იურისტმა თამარ ჯიქიამ იმ კვლევის დასრულება შეძლო, რომელზე მუშაობაც 1 წლის წინ ჰქონდა დაწყებული. გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკა დეტალურად არ ქვეყნდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეუძლებელი იყო ისეთი განცხადების მოძებნა, რომელიც გადამოწმებადი იქნებოდა. ეკაბესელიას განცხადება კი კონკრეტულად ეხებოდა ამნისტიის ფონდს და ამნისტიის ფონის შედეგად კრიმინალის გაზრდა შემცირებას. ის რომ კრიმინალი არ გაიზარდა ესეთი უპრეცედენტო ამინისტიის ფონზე, სადაც ჩვენ 60% პატიმრების გავათავისუფლეთ და იყო მოსალოდნელი, ბუნებრივია, რომ ფონი შეცვლილი იყო, ნახეთ საოცარი რამ, რომ 10-12% დაეხლა არის ბოლო თვეების, გაცილებით კიდევ უფრო მაღალი იყო კლება. ეკაბესელიამ ეს განცხადება კომიტეტის იმ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. რა თქმა უნდა 2012 წლის როცა მოხდა საყოველთაოდ ამნისტია რაღაცა იყო პრობლემები, კრიმინალი მოიმატა, მაგრამ ეხლა მინდა სულ პასუხისმგებლობით მოგახსოვდო, კრიმინალი არის შესანშრო მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აგვეყო ის კონკრეტული განცხადება და გადაგვემოწმებინა. კვლევისას ფაქტმეტრის ანალიტიკოსმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა მოიშველია. იმისთვის რომ ამნისტიის ფონი შეადარო, უნდა შეადარო ამნისტიამდელი და უკვე ამნისტიის შემდეგი პერიოდი, რაც არის 2012 და 2013 წლები. სწორედ ამიტომ ავიღეთ იანვარ-მარტის პერიოდი, პირველი კვარტალი. მხოლოდ ამ პერიოდის შედარება გავაკეთეთ, იმიტომ რომ სხვა პერიოდის შედარება იყო შეუძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა 2013 წლის 7 თვის სტატისტიკა არ იყო დეტალური, შეუძლებელია იმის თქმა, რა სტატისტიკა, ანუ იგი მოიცავს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მოიცავს ყველა საგამოძიებო უწყებას, თან ეს რიცხვები არ ემთხვევა 2014 წელს გამოქვეყნებულ რიცხვებს. 2014 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად 2013 წლის პირველ 7 თვეში დარეგისტრირებულია 18170 დანაშაული. 1 წლით ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოტანილი ინფორმაცია იუწყებოდა, რომ 2013 წლის იმავე პერიოდში 1580 ერთეულით ნაკლები, ანუ 16590 შემთხვევა აღირიცხა. იზორია ამას დათვლის სხვადასხვა მეთოდიკით ხსნის. ის იყო ერთუთით ძველი მეთოდით შედგენილი სტატისტიკა, ახალი სტატისტიკა არის სიზუსტის მაღალი ხარისხით გამორჩეული. კითხვაზე თუ როდის დაიწყო სამინისტრომ სტატისტიკური მონაცემების დათვლა ახალი მეთოდით, მინისტრის მოადგილე გპასუხობს. ახალი მეთოდით მუშაობა დავიწყეთ და ამის პირველი გამოქვეყნება მოხდა 2014 წლის ივნისში. ამავე თემაზე 2013 წლის 26 მაისს პოსტსკრიპტუმში გასულ რეპორტაჟში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის უფროსი ამბობდა, რომ სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკის ახალი მეთოდით დათვლა 2013 წლიდან დაიწყო. მაშინ ახალი მეთოდით დათვლილი პირველი კვარტლის მონაცემები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16%-ით იყო გაზრდილი. ამიტომ სამინისტროში ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ძველი მეთოდით გადაამოწმეს. 2013 წლის პირველი კვარტლის რეგისტრირებული დანაშაულის ფაქტები დავთვალეთ 2012 წელს როგორც ითვლებოდა იმ მეთოდოლოგიით. გამოვიდა, რომ დაახლოებით 10% გამოვიდა ზრდა, მხოლოდ და არა 16. ყველა ამ ინფორმაციის გადამოწმებისა და გაანალიზების შემდეგ ფაქტმეტრმა ასეთი დასკვნა დადო. ეკაბესელიას განცხადება იყო მცდარი, გამომდინარე იქიდან, რომ ამნისტია გამოქვეყნდა 28 დეკემბერს, 2012 წლის 28 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის იანვრიდან მარტამდე დანაშაულმა იმატა.
ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებით სამართალდამცავი ორგანოების სტატისტიკაზე გავლენის მოსახდენად მძიმე დანაშაულს მსუბუქ კვალიფიკაციას აძლევენ. ივლისის გადაღებული მაგალითით, როცა სამინისტრო ამბობს, რომ მხოლოდ ერთი მკვლელობა მოხდა და არ და ვიცით ყველამ ხაჯაროთ, რომ მოხდა 5, გვაჩვენებს იმას, რომ სამინისტრო ცდილობს სტატისტიკის მანიპულაციით საზოგადოების შესაძლებლობას შეიყვანოს. მოიყვანეს მაგალითი ავტობუსის მძღოლის ეგრეთ წოდებულ მკვლელობის ფაქტთან, ეგრეთ წოდებულ რატო ვამბობ. ამ შემთხვევაში ადგილი არ ქონია განზრახ მკვლელობას, ამიტომ ეს ტყუილია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. საქმე აღიძრა 117 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გადავხედოთ აგერ კოდექსს და არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, უბრალოდ იქ გაუფრთხილებლობით სიკვდილი მოყვა, ანუ ეს არ არის მკვლელობა. მივიდა მოხსნა ეს უთო იმიდან და დაადვა ბავშვს ხელზე. ბავშვმა ინსტინქტურად დაძინებული ბავშვი იყო, უცებ წამოიყვირა და მიმაჭირებია პირზე ხელი. არ იყვიროსო. ამნისტიის შემდეგ მართველი კოალიციის ლიდერს ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გაუარესების მოლოდინი ჰქონდა. როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანს უშვებ ციხიდან, გასაგებია რომ იქ ზუსტი ფილტრი ვერ იქნება და გასაგებია იქ რომ პატარა ნაწილი მაინც გააგრძელებს ძველ ცხოვრებას. რისთვისაც ციხეში იყო. და რა თქმა უნდა, რაღაც რამდენიმე დღე შესაძლებელია რომ ქალაქში რაღაც მოხდეს და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. მე არ მქონდა მხედველობაში ეს მუდმივად და ხანგრძლივი პროცესი იქნება რომ გაიზრდება კრიმინალური სიტუაცია ქალაქში თუ საქართველოში. 15000 კაცი გამოვიდა გარეთ. ერთი წელი უკვე ესენ გარეთ არიან, მიიხედეს მოიხედეს, სამსახური ვერ იშოვეს, შეუნსავალი ვერ იშოვეს და მიხვდნენ რომ სხვა გზა არ აქვს, ძველ საქართველოს რომ დაუბრუნდნენ. და ეხლა ეს ხალხი რომ შეესწება თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს, იქნება ჯოჯოხეთი. უმუშევრობა რომ დამნაშავეობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია, ამას სისხლის სამართლის სტატისტიკა